აი, წარმოიდგინე სამყარო, სადაც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, რაც მოგინდება. ანუ აბსოლუტური თავისუფლება რო ქონდეს? ხო, ზუსტად. ჩემი აზრით ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მაგ თავისუფლებას ბოროტად გამოვიყენებდით. აი, თავისუფლების ბოროტად გამოყენებაში რას გულისხმობ? აი მაგალითად, სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ თავისუფლებას იმისთვის იყენებ, რომ სხვა შეურაცხყოფა მიაყენო, მაშინ ეს თავისუფლების ცუდად გამოყენება გამოდის. ხო, მაგრამ იქ ყველას უნდა ისმოდეს, რომ სხვა შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს. ხო და ეგაა, ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ამიტომ აბსოლუტური თავისუფლება კარგია მხოლოდ იდეალურ სამყაროში. რეალურად კი შენ მოქმედებამ შეიძლება სხვა ზიანი მიაყენოს. აი, ადამიანები ხო თავისუფლებისთვის ვართ გაჩენილები და ეს ამდენი წესი და კანონი, რომელიც ჩვენ თვითონვე დაუწესებთ ჩვენს თავებს, გამოდის, რომ ამას გვართმევს. ანუ შენი აზრით წესები თავისუფლებას გამორიცხავს? რაღაც მხრივ კი. ჩემი აზრით პირიქით წესები იმისთვისაა, რომ ქაოსი არ დაიწყოს. ანუ? აი მაგალითად, წარმოიდგინე ორი ადამიანი. აქედან ორივეს აქვს აბსოლუტური თავისუფლება. ანუ ერთ შეუძლია მეორეს სილა უმიზეზოდ გაარტყას. ხო, მაგრამ მეორე საცხე შეუძლია, რომ შეუბრუნოს ხელი. კი და სწორედ მასე დაიწყება ქაოსი. მაშინ დავხოცოთ ერთმანეთი და ეგაა. ანუ გამოდის, რომ თავისუფლება წესების და პასუხისმგებლობების გარეშე უბრალოდ ქაოსია? მე მასე ვფიქრობ.